მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ჩვენს გისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. საქართველოს წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში. ამის შესახებ თანა ინვესტორების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. ბაჩიაშვილის თქმით, ის საქართველოში თვითმფრინავით ჩამოიყვანეს. არანაირად არ ვარ დამნაშავე არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ჩემს წინააღმდეგ იყო ფაბრიცირებული. დღეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარიო, ამბობს ბაჩიაშვილი. დღეს კიდევ ერთი ახალი ძალიან დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ. საერთაშორისო დანაშაული, რომელიც პირადად ივანიშვილის დაკვეთით მოხდა. შაბათს 24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან. თვალები ამიხვიეს. ორი დღე თვალებ ახვეული მატარეს ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახის შეტყობინებისა და დალაპარაკების საშუალების გარეშე. შემდეგ პირდაპირ მოტაცებული ჩამტენეს აიძენას თვითმფრინავში და ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე ყველა კანონის დარღვევით ჩამოიყვანეს მოტაცებული საქართველოშიო, განაცხადა ბაჩიაშვილმა. ბუნებრივია, ეხლა საქართველოს ხელისუფლება და პროკურატურა ამას უარყოფს, მათი ვერსია იცით, სუსის ვერსია, მათ თქვეს, რომ სადღაც საქართველოს საზღვართან ახლო-ახლო დაბოდიალობდა ბაჩიაშვილი აზერბაიჯანის სომხეთის ტერიტორიაზე, ესეც არ დააკონკრეტეს, სადახლოდა წითელი ხიდის მიდამოებშიო და აქ მაშინ ავიყვანეთ ანონიმური ზარის საფუძველზე. აი რა განცხადება გაკეთა აირზენა. შეუძლებელია ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერი მოქალაქის, ნებისმიერი ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით. ამის შესახებ ავიაკომპანია Georgian Airways-ის განცხადებაში ნათქვა. იცით რომ გავრცელდა რომ სწორედ Georgian Airways-ის თვითმფრინავით ჩამოიყვანეს ის. კერძოდ ავიაკომპანია ეხმაურება დუბაიდან შესულების რეისს, რითაც თანა ინვესტორების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ჩამოაყრიეს. მასთან კომპანია აცხადებს, რომ კერძო პირების მიერ შეკვეთილი რეისის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც დაცულია კანონის მიერ და მისი გაცემის უფლება კომპანიას არ აქვს. მოკლედ ასეთი ვითარება გვაქვს ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით. დღეს არა მხოლოდ ამ თემაზე ვისაუბრებთ გადაცემაში, ჩვენ სხვა თემებსაც შევეხებით. ბუნებრივია, ეს არის ცვლილებები მთავრობაში, ვახტანგ გომალაურის გადადგომა, ივანიშვილის ვარი ამერიკის საელჩოს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ასე შემდეგ. ჩვენი სტუმრებით ნევიან თაზა დათუნაშვილი, ლელო, ძლიერი საქართველოს წევრი, გადაცემის პირველ ნაწილში კი გიორგი შარაშიძე, გახარია საქართველოსთვის წარმომადგენელი. იცით რომ მათი პარტიის წევრებს სულ მალე პარლამენტარის მანდატები შეუწყდებათ, მათ თავად არ დაუწერიათ განცხადება და ქართული ოცნება ამბობს, რომ შეუწყდნენ ამ მანდატებს. მანავე მივესალმებით თაზოს, გამარჯობა. მოგესალმებით. აბა გადაცემაში მონაწილეობისთვის, დავიწყოთ ბაჩიაშვილის საქმით. თქვენთვის რაზე მეტყოლებს ეს ყველაფერი, რაც მოხდა ახლა მის თავს რაც ხდება. მოგესალმებით მევსალმებით ჩვენს მაყურებელს. თავისუფლებას ინგლისის პატიმრებს ბაჩიაშვილის ფინანსური გარჩევების დეტალებში შესვლა ნამდვილად არ მგონია ჩემი საქმე, რა ფული ვერ გაიყოს, როგორ ვერ გაიყოს. მართალი კი, მაგრამ ეს ამბავი მე მგონი ძალიან ძიმე სიმპტომი არის ამ ქვეყანაში, ესეთი ძალიან მახინჯი აზიური ფორმის დიქტატორის ჩამოყალიბების, რაღაცა გვიანი აბსოლუტიზმის ფაზაში შევდივართ ივანიშვილის, როდესაც უკვე თავზე ხელაღებულობას მასშტაბი არ აქვს. ძალიან ნათლად აჩვენებს იმ კრიმინალურ მეთოდებს, რომელ კრიმინალურ მეთოდებს მიმართავენ ხოლმე, რა ვიცი ხა. ლუკაშენკომ გააკეთა ხომ მსგავსი რაღაცა რამოდენიმე წლის წინ, როდესაც თვითმფრინავი დასვეს ავარიულად და იქ აღმოჩნდა პოლიტიკური დევნილი ერთ-ერთი და ესე დააკავეს ბელორუსის ტერიტორიაზე. ამას გავს ამ რაღაცა რუსებმა კარგი ტერმინი იციან ეს რაღაცებზე აზიატშინა. აი ეს არის ყველაზე ნათელი გამოხატულება დიქტატურის, როდესაც ადამიანს ნადირობენ, მოიტაცებენ და პატრონს მოგურიან, იმიტომ რომ მან გადაწყვიტა რომ მისი ფული აქვს. იმას მართლა აქვს მისი ფული, არა აქვს მისი ფული, უღალატა განუდგა, ამას მნიშვნელობა არ აქვს უცხო ქვეყანაში. არც ისე დემოკრატიული ფასებულობების ქვეყანაში დიდი ალბათობით ეს კაცი იქნა მოტაცებული და აირზენოს თვითმფრინავით როგორც გაირკვა ამ ჩამოყვანილი საქართველოში ან რომელიმე ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, საიდანაც შემდეგ აი ეს რაღაცა სცენა გაითამაშეს. ახლა აქ ხო იმაზე ფიქრიც დიდი თავი არ დაუგლიათ იმაზე ფიქრი, რომ რამე საინტერესო ან უფრო ისეთი სოფისტიცირებული სცენარი შემოეთავაზებინათ რაღაცა ესეთი ჯაშუშური რომანისთვის დამახასიათებელი. არა, რაღაცა იაფფასიანი ვოდევილი.
სეირნობდა სადახლოდან ემაში რა ქვია წითელი ხიდის ტერიტორიაზეო და გადაცემამდე ვლაპარაკობდით მე ლაშქრობა მიყვარს ძალიან და ვინმე თუ არ ნამყოფი სადახლოდან წითელი ხიდის ტერიტორიაზე იქ რამდენად სასეირნო ადგილია თან ისეთი რომ ვიღაცამ გნახოს და მე ანონიმურად დარეკოს და აქ ეს ის კაცია მე მგონი თქვენ რო ეძებთო ამას რო რა ვიცი მე სკოლაში ბავშვი რომელიც დადის ისიც კი არ დაიჯეროს არც არის ქართული ოცნების მიზანი რომ ვინმე დაიჯეროს ეს პირიქით არის მიზანი აქ სინამდვილეში მიზანი არის იმის ჩვენება რომ აქ ისეთი ვიტყვით რომ მოვიტაცეთ, მაგრამ ხო, მიზანი არის ვერსიას თავზოთ, მაგრამ თუ არ დაიჯეროთ, ნუს დაიჯეროთ. თავარი არის ემოციური ეფექტი, რასაც ეს გაჩვენეთ, რომ აი, ვერავინ ვერ გაგვექცევა. ეგ არის კი. ყოვლის შემძლეა ბიძინა, ამას გაჩვენებს, ამის ჩვენება უნდა, ამითი, რომ წავა, ყველაფერს იკადრებს, გარიგდება, გამორიგდება და მით რა ქვია, აირზენის თვითმფრინავით თავის პირად ტყვეს აქ ჩამოიყვანს ქვეყანაში და რასაც უნდა იმას უზამს. ეხლა რა ვიცი, მე ნამდვილად მეშინია და ისეთ საფუძვლიანი ეჭვი შეიძლება მქონდეს იმისა, რომ არც ე კარგად მოიპყრობიან ბატონ ბაჩიაშვილს საქართველოს ციხეში, გამომდინარე იქიდან რაც აქამდე იქნა ნაკადრები, ეხლა თამაზ გაიაშვილის კომპანიისგან ნამდვილად არაფერი არ არის გასაკვირი, მაგრამ ეხლა ესეც ხო რაღაცა იაფასიანი რომანის იმის რა ქვია დეტექტიური რომანის ამბავია, ჯაშუშური რომანის რო მოგვეტყო რომ როგორ მოხდა რაღაცა კერძო ფრენა, რომელშიც აირზენას დაუკვეთეს მაინც და მაინც დაემთხვა იმ დღეებს, როდესაც ბაჩიაშვილი ამ ქვეყანაში მოიტაცეს და აქ ჩამოიყვანეს, ეხლა ესეც ხო რაღაცა სამარცხვინო ზღაპარია და არაფერი საქართველოს მეტი მოქალაქემ უნდა გაიგოს, რომ ასეთი ქვეყანა არის ეხლა დღევანდელი საქართველო, ივანიშვილის საქართველო, ასეთი ქვეყანა არის. ეხლა რაც უნდა ვილაპარაკოთ რაღაცა თუნდაც ვიღაცებს ჯეროდეთ მართლა რომ ივანიშვილის რეჟიმი აქ რაღაცა ფასეულობებს იცავს ქრისტიანულს და ოჯახის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველას უნდა ესმოდეს რომ ბაჩიაშვილის ადგილას შეიძლება თვითონ აღმოჩნდეს. შეიძლება ხე ვიღაცებმა ჩართონ თავის თავში რაღაცა ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმები რომ აი რაღაცა ის ისეთი ფული მოპარა რაღაცა, მაგრამ რა მექანიზმიც არ უნდა ჩართოთ ჩემო ძვირფასებო საკუთარ თავში და როგორც არ უნდა შეეცადოთ რომ თავი დაიცვათ სირაკლემას პოზაში ჩადგომით საინფორმაციო ნიაღურისგან, რომელშიც ცხოვრობთ, უნდა გესმოდეთ, რომ დღევანდელი საქართველო არის ქვეყანა, სადაც აი ასე მოიტაცებენ ადამიანს თუ ეს უნდა პატრონს, ამ ადამიანს აქ ძალით ჩამოიყვანენ და ყველაფერს იკადრებენ, ის იკადრებად შეიძლება. ეს არის ქვეყანა, სადაც აი ესეთი აღვირახსნილი მიდგომაა კანონთან და დემოკრატიასთან. ბაჩიაშვილის საქმეზე 1 მილიარდი დოლარი აქვს ადამიანს მოპარული. შეშიცინებენ და ბიტკოინზე ცინცლავენ იმისთვის, რომ პოლიტპატიმრად შერაცხონო. ამან ეთყობა უკვე განაჩენი გამოუტანა და დაამტკიცა ეგ არის ფაქტორი, აი დღეს საუბრობდით, მე ვესაუბრებოდი ესე დათო უსუფაშვილთან პარლამენტარიზმზე საუბრობდით პარტიაში და აი ეს კაცი ეს პაპუაშვილი ეს რაღაც მინდა უკვე ესე მოიხსენიო როგორც მოიხსენიებ ხოლმე ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი ქართული პარლამენტარიზმის აი იმხელა წონაც კი არ ახან ვიდეოში ხო საპარლამენტო რესპუბლიკა ვარ სადაც უმაღლესი თანამდებობის პირი არის ეს კაცი იმდენი წონაც კი არა აქვს, რომ აი ეს სიბინძურე, რასაც ყოველ დილით დგას იმასთან, რა ქვია, ტრიბუნასთან და ლაპარაკობს, აი ჩვეულებრივი, არ ვიცი, სადღაც თავის მშობლიურ, არ ვიცი, საიდანაც არის იქ, ბირჟაზე რო არ იკადრებს, აი ერთი დოყალაპია კაცი, აი დოყალაპია კაცივით, პირში რო სიგარეტის ის უნდა კონდეს, რა ქვია, ასანთე უნდა კონდეს გაჩხერილი, აი ეს ლაპარაკობს პოლიტიკას გუშინ უსმენდი რეებს იძახდა გერმანიის ელჩზე. ზოგადად რეებს ლაპარაკობს, აი განაჩენი იურისტია რო კითხოთ და რა ვიცი ყველა პრეზუმპცია დააბრალა და აი პირდაპირ აი ეს ყველაფერი აძილა, ადღვივა და გადაიტანა იქ პოლიტიკურ ოპოზიციასთან დასაპირისპირებლად. ანუ შეხედეთ კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ არავითარ იმასაც აღარ მიზანსცენასაც აღარავინ აღარ დგავს ამათ კარზე რა. იქ ისეთი მძიმე ფსიქოსომატური ვითარება არის ივანიშვილის კარზე, როგორც მე ვატყობ, რომ მას ყველაზე მეტად ეს მოსწონს. ეხა აი ასეთი აღვირახსნილი, ყოველად ბინძური, პოლიტიკურ შინაარსისგან დაცლილი, მორალისგან და ეთიკისგან დაცლილი საუბარი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირის. კარზე არსებული ვითარება ახსენე, ბოლო დროს ყველა არის გაკურებული, მარჩიელობს საკუთარი ხელით ივანიშვილი რატო უშვებს მის მთავარ დასაყრდენებს, ხო? ეხლა სულ ასე იყო აქ ქართულ კლანს ივანიშვილი პრემიერის მინისტრის პოსტს უთმობდა ვიღაცებს, მაგრამ ძალოვანები ყოველთვის მის ხელში იყო, ხო? ეხლა სუსი, პროკურატურა, ეს იქნებოდა შსსუ და ასე შემდეგ. და ეხლა ვნახეთ რომ აგერ ლელუაშვილის შემდეგ უკვე ერთ-ერთი ყველაზე მისი ერთგული დასაყრდენი ვახტანგ წავიდა. და ბევრს აქვს ეს კითხვა რა ხდება? რა თამაშობს ივანიშვილი, და ხა არავის არ ჯერავს რომ მის გარეშე მოხდა, ხო ეს ყველაფერი.
შენ რა ვერსია გაქვს? ხო, აქაც ძალიან ბევრი ვერსია შეიძლება იყოს და ამ ვერსიებში დავიკარგებით ახლა ბევრი რო იყო, მაგრამ უბრალოდ მე მგონია ხო, მე ცოტა განსხვავებულად ვუყურებ. აი ყველაზე აზრიანად მეჩვენება ის რომ ვერ დაგეთხოვა იმაში რომ ის გარეშე არ ხდება. ანუ აქ მგონია რომ ჩვენ გარეშე არ ხდება ეს ყველაფერი, ანუ ქართული ხალხის გარეშე არ ხდება. ანუ ეს არის ყველაზე ნათელი დასტური. ხედე 6 თვის წინ დამტკიცა დაახლოებით ეს მთავრობა ამ შემადგენლობით და დღეს ფაქტიურად ამ მთავრობის ნახევარი აღარ არსებობს, ხო? ნახევარი წავიდა ხელისუფლებიდან, თან ვიღაცები კი არ წავიდნენ, არ ვიცი რაღაც გარემოს დაცვის მინისტრი კი არ გადადგა. შეიცვალა ესა რა ქვია, შინაგან საქმეთა მინისტრი შეიცვალა, სუსის უფროსი, საყრდენები, ძირითადი ატლასები, რომელიც შემდგარი იყვნენ ძალაუფლებას ივანიშვილის, ესენი მიდის. ამიტომ ყველაზე ნათელი ახსნა ამის ის არის, რომ 6 თვის თავზე როდესაც ნახევარი მთავრობა თავზე ჩამოგეშლება, ეს არის იმის შედეგი, რომ მუშაობს წნეხი როგორც გარედან, ისე შიგნიდან. როდესაც ასეთი პიროვნებები, ლოგიკური ახსნა რო არ აქვს მისი თავარი საყრდენები და ნუ ძალიან ყველაზე მეტი დარტყმა ვიზეც მოვიდა მაგნიტსკის სიაში, მე არ აღმოჩენი ვარ, ხო გომელაური აღმოჩნდა მაგნიტსკის, როდესაც დარტყმა მოდის ასეთ ადამიანებზე, ესეთი ადამიანები რაღაცა ფორმით გაურბიან პასუხისმგებლობებს. მე აქ მგონია, რომ იგივე ღარიბაშვილი იქნება ეს, ლილუაშვილი, გომელაური და სხვები, მათ მოახერხეს, არ ვიცი როგორ, არ ვიცი ივანიშვილის დახმარებით, ჩარევით კურთხებით თუ მის გარეშე რაღაცა ფორმით ამ ხალხმა მოახერხა რომ გაიქცეს აი ამ გემიდან რომელიც იძირება. ამას ვხედავ მე პირველ რიგში რომ გარედან წნეხი და იზოლაცია და სანქციები მუშაობს და შიგნითაც ის რასაც 180 დღიანი პროტესტი აკეთებს, ანუ ქვეყანაში კრიზისულ ვითარებას ქმნის, ამასაც თავის შედეგი მოგვიყვება. საუკეთესო გამოსავალი არ არის დღეს როგორც სხვა, მაგრამ ამას თავის შედეგი აქვს და სწორ გზაზე ვდგევართ. უბრალოდ ირაკლი კობახიძეში მან როგორც იქნა იპოვა თავისი აზრით ძლიერი მემკვიდრე. არ მგონი ზუსტად იგივე აქამდე ვერცეთ პრემიერში ამას ვერ ხედავდა. მესმის რაც ამბობ. ეხლა ირაკლი კობახიძეში დაინახა ისეთი პრემიერი, რომელიც მას შეუძლია როგორც მემკვიდრე დატოვოს. მესმის რასაც ამბობ, მესმის და ამ ვერსიას რა თქმა უნდა ძალიან ისეთი იყო სარწმუნო ჯღერს და შეიძლება კონდეს არსებობის უფლება ცალსახად, უბრალოდ მე არ მგონია რომ ის ეგრე აკეთებს და რაღაცა კონსოლიდაცია. ანუ ივანიშვილი არის ჭრილოვანი მართველი, მე რა. ჭრილოვანი მმართველის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ეგ ხო არ არის, ახლა მარტო ივანიშვილზე ხო არ არის და ჩვენ მაგალითზე ხო ასეთი მმართველები ყოფილან სამყაროს ისტორიაში და ჭრილოვანი მმართველის ერთადერთი ბერკეტი არის აი ამ რაღაცა სხვადასხვა კლანებით დაბალანსება. ჯერ ისე ნებისმიერ ავტოკრატის მმართველობის სისტემაში ეს არის მთავარი იარაღი, ავტოკრატიაში ზოგადად კლანებს შორის დაბალანსება და ამითი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება, მაგრამ ამის მიღმა, როდესაც საერთოდ ჭრილში ხარ არავითარი ოფიციალური თანამდებობა არ აქვს, ანუ რეალური საჯარო ლეგიტიმაცია არ აქვს, როგორც ეს ხშირად აქვს ხოლმე რაღაც შეიძლება ტყუილი, მაგრამ დიქტატორებს აქვს ხოლმე. ივანიშვილისთვის ეს ერთადერთი ბერკეტი იყო დაბალანსება თავის სხვადასხვა კლანებით და არ მგონია რომ აი ამას აკეთებს მიზანმიმართულად და რაღაცა კობახიძეში აღმოაჩინა თავის რა ქვია თავისი მემკვიდრე და იმას აბარებს ხელისუფლება. აქ უბრალოდ მგონია რომ სხვა გზა აღარ დარჩა კონსოლიდაციის საშუალებას აძლევს ამას ამ კაცს ეხა, იმიტომ რომ უბრალოდ ის ხალხი ვისაც რაღაცა ფორმით შეეძლო ამ გემიდან გაქცევა გაიქცენ. ამიტომ მე მგონია რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგევართ. ქართული საზოგადოება დგას სწორ გზაზე. სანამ იქნება პროტესტი, სანამ იქნება წინააღმდეგობა, მანამდე იქნება იმედი და რწმენა იმისა, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია გადარჩება და საერთაშორისო ხარჯაჭერა გვექნება. ეს პროტესტი შენი აზრით, ხო არ ფიქრობ რომ ნელ-ნელა ხალხს უბრალოდ იმედი დაეკარგა და აღარ დადის აქციებზე, სწორედ ამის გამო რომ ვერ ხედავს გამოსავალს. იცი რა არის, ეხა არ მინდა რომ ესა ვითვალთ მაგცო და რაღაცა ტყუილზე ვილაპარაკოთ და ისეთი პოზიცია დავიცვა, რომელსაც მე თვითონაც ამჯერა და გულწრფელად ვიტყვა, ხო ისეთი აქციები არ არის, ხო მაგალითად როგორც ნოემბერ-დეკემბრის მიჯნაზე იყო და ის იმწვავე პროტესტისა, რომელმაც რაღაცა ემოციურმა გაბრაზებამ რაღაცა მომენტებში გამოიწვია, ისეთი სიმწვავის ეს პროტესტი არ არის. იგივე 26 მაისი რაღაცა მეტი ბრაზი შეიძლებოდა პროტესტში ყოფილიყო ეს სიმწვავე შეიძლებოდა, მაგრამ არ არის და ობიექტურად უნდა შევაფასოთ, რომ ხო, გარკვეული ცვეთა ამ პროცესს აქვს, რა თქმა უნდა, ემოციური გადაღლა ადამიანებს, არა მარტო ქართული ზოგადად ადამიანს, ჰომო საპიენსის თვისებაა, რომ როდესაც რაღაცას ვერ ცვლის ესე პირდაპირ ამ ფორმით ჯერ არჩევნებით ვერ შეცვალა, ეხა პროტესტით 180 დღე ერთის მხრივ კაია, იმიტომ რომ წინააღმდეგობას ვინარჩუნებთ და ქეთს ვიხრი მართლა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც არ ეზარება და რუსთაველზე ისევ გადის და მათზე დგას დღეს წინააღმდეგობა, მაგრამ ცვეთა არის და ადამიანებს დიდი ნაწილის ბუნებრივი მდგომარეობაა, რომ რაღაცა ჩაიკეტოს, ამას ყურადღება აღარ მიექცევს, შეეცადოს სხვა რაღაცაზე გადაერთოს, მაგრამ ვითარება არის მყიფე.
აი ამ მოძრაობებით, ხო, მე რა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეს და ამ ქვეყნის მტერს ძალიან დიდი რესურსები აქვს, მათ შორის პროპაგანდის და ინფორმაციული ბრძოლის რესურსები და ყველაფერს იყენებს და ამით იქმნის აი ამ ოპტიკურ ილუზიას, რაშიც ცხოვრობთ, მაგრამ მაინც ხო ეს თავზე ეშლება ეს სისტემა. მაინც ხო ეს ამაში რომ ბურჯები, ადამიანები, რომელსაც ის ძალიან მაგრად ინდობოდა, რომელზეც იდგა მისი ხელისუფლება, ეს ადამიანები გარბიან ამ პროცესში. გარბიან თუ თვითონ უშვებიან. არ ვიცი, არ მგონია, ხა მაგითო გითხარ, რომ ყველას აქვს თავისი აზრის უფლება, მაგრამ მე მგონია, რომ აქ არის ადგილი, აქ გვაქვს საქმე ჩამოშლას. შეიძლება საერთაშორისო იზოლაცია გაირღვეს, იმიტომ რომ ნუ ხა რამდენიხან შეიძლება გაგრძელდეს, მე ვფიქრობ, დიდხანს ვერ გაგრძელდება ეს ამბავი და რაღაც ადრე თუ უნდა დავალდეს. ხო, იგივე ხა ტრამპის წერილი იყო თუ არა ამის პირველი სიგნალი. მაგალითად, შალვა პაპუაშვილი იგივე რას ამბობს ამ თემაზე, მე რადგან ქართული ოცნების წარმომადგენლები არ დადიან ამ ეთერში, ამიტომ ვცდილობ მათი მოსაზრებებით, ასე ვთქვათ, გავაცნო ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს, რომ ცალმხრივი ლაპარაკი არ გამოგვივიდეს. აი რას ამბობს პაპუაშვილი. დასაფასებელია პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ. მნიშვნელოვანია შინაარსი და გზავნილები, რომელიც ამ მილოცვაში იყო. ამ წერილში არის აღიარება და ხაზგასმა, რომ აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის მნიშვნელოვანია ინტენსიური თანამშრომლობა და ასევე ეკონომიკურ თანამშრომლობასაც აქვს მნიშვნელობა. ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ. თავის დროზე სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც არსებობდა, ხორჩესხმული არ იყო. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობისგან მოველით იმას, რომ ეს ხელს შეუწყობდა ეკონომიკურ ურთიერთობების გაძლიერებას, ინვესტიციების მოზიდვას, თავისუფალ ვაჭრობას, ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვამბობდით დღეს პრეზიდენტ ტრამპს აქვს გამოცხადებული მთავარ საგარეო ეკონომიკურ ამოცანება. ამ წერილიდან მეორე დღეს უაგრძელეს პაპუაშვილი, ნაცვლად იმისა, რომ საელჩოს გამოექვეყნებინა პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა, დადეს გაუგებარი პოსტი, რომელიც ეძღვნება ქართულ ოცნებას. ისეთ აღქმას ტოვებს, რომ სურვილი იყო დარჩენილიყო პრეზიდენტ ტრამპის პოზიტიური დაჩრდილულიყო პრეზიდენტ ტრამპის პოზიტიური გზავნილებიო განაცხადა პაპუაშვილმა. რამდენად შეიძლება ეს იყოს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სიგნალი იმისა, რომ შეიძლება გაირღვას ეს საერთაშორისო იზოლაცია, რომელსაც ასე რუდუნებით აშენებდა ოპოზიცია ამ არჩევნების შემდეგ, ეხა აი სწორედ ამ ყველაფრის გამო არის მოღალატე შალვა პაპუაშვილი და მის ფეხქვეშ მიწა უნდა იწოდეს და ეგრეც იქნება აუცილებლად ასეთი ადამიანები ქუჩაში საგინებლები უნდა იყვნენ ცალსახად ისტორია ამას აუცილებლად შეაფასებს აი იმიტომ რომ ეს ფრაზა რომ ხორც შეუსხმელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობა 30 წლიანი ჩვენი ურთიერთობა რომლის ყველაზე მარტივი და ყველაზე დიდი გამოხატულება ჩვენი ძმობის და მეგობრობის არის ის სამხედრო დახმარება და მხარდაჭერა რომელმაც შეერთებულ შტატებმა გაუწია საქართველოს თავდაცვის უნარიანობას და ჩვენ შეერაღებულ ძალებს აი ამ ყველაფერზე იძახი რომ ეს იყო ხორც შეუსხმელი ურთიერთობა აქ ხარ მოღალატე შენი სამშობლოს მტერი და ის არარაობა რომელიც დღეს თავის ქვეყანას ყიდის აი ამ ფრაზის გამო მარტო ეხლა რაც შეეხება ამ წერილს ხო არ უნდა დაიბნეს ეს საზოგადოება ამას გულისხმობდი როდესაც ვამბობდი რომ ულევი რესურსი ინფორმაციული ომის საწარმოებლად და ადამიანების ტვინების გამოსარეცხად მაგრამ ეს საზოგადოება არ გამოირიცხება არ გამოირიცხავს ტვინებს ასე მარტივად ტრამპის წერილი დამოუკიდებლობის დღეს იყო შაბლონური წერილი, როგორიცაც აგზავნის შეერთებული შტატების პრეზიდენტი შევარდნაძიდან მოყოლებული ყოველ 26 მაისს ამ ქვეყანაში და ამ წერილს აქვს ერთი და იგივე ღრმა დიპლომატიური შაბლონური ტექსტი. წერტილი არაფერია ეს არ შეცვლა და არავითარ გადატვირთვა არ არის. ამის თქმის საშუალებას ის კი არ მაძლევს რაღაცა ჩემი პოლიტიკური პოზიცია. არა, მაძლევს ოფიციალური კომუნიკაცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო მდივნის ბატონი რუბიოსი, რომელმაც ძალიან ცხადად და ნათლად ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია თუ სად არის დღეს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები და შემდეგ მის დაქვემდებარებაში მარკო რუბიოს ტრამპის გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი მთავარი დიპლომატის დაქვემდებარებაში მყოფი საქართველოს შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება არა რაღაცის გადასაფარად კონსპირაციის თეორიების გამო, იმიტომ რომ რეპტილოიდებს და ვიღაცა მასონებს ესე უნდათ, არამედ იმიტომ რომ განემარტა რომ აი ამ შაბლონურ წერილს ცდილობს რუსული რეჟიმი კგბ-ს მეთოდებით გამოიყენოს ადამიანების ტვინის გამოსარეცხად და იმ მიზნების საწინააღმდეგოდ სინამდვილეში ამ მიზნისთვის იყო გამოგზავნილი და დააფიქსირეს ღიად და პირდაპირ თუ რა ტიპის კომუნიკაცია შედგა 22 მაისს ამ ქვეყნის ფორმალურ მმართველთან ამითი ხაზი გაუსვეს რომ ეს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური შეერთებული შტატების საელჩო რომელსაც წერს ეს ნიშნავს რომ შეერთებული შტატები ამას ამბობს რომ ეს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური ერთი რომ მმართველი ამ ქვეყნის მათ ძალიან კარგად იციან რომ არის ივანიშვილი და ის რომ ივანიშვილი მათ არ ელაპარაკება და არ ელაპარაკება თავისი ფულის გამო ეს არის არ
გადახული ამბავი. ვისაც ამ ქვეყანაში გონიათ, რომ ივანიშვილი ამ ქვეყნისთვის ზრუნავს, ხალხო, საკუთარი ფულის გამო შეერთებულ შტატებთან, მსოფლიოს ყველაზე დიდ სახელმწიფოსთან, ბირთვულ სახელმწიფოსთან, რომელიც განსაზღვრავს მშვიდობას და უსაფრთხოებას მსოფლიოში, რომელთანაც ჩვენ ვიყავით პარტნიორები და შეწყვეტეთ ურთიერთობა, რომელიც დგას შენსკენ ნაბიჯს, რომ გამოასწოროს ეს ურთიერთობა და გეუბნება, რომ მოდი ვილაპარაკოთ, მე მაგ გზავნილი შეერთებული შტატების მთავრობის. ამ გზავნილს გეტყვი შევხვდეთ და შენ მას არ ხვდები, იმიტომ რომ რაღაცა ფული მაკომპლექსებს და ჩემი ბავშვობა მაკომპლექსებს და რა ვიცი მე კიდე რა ჯანდაბა აკომპლექსებს. აქ სად ხედავთ საქართველოს სიყვარულს? სად არის აქ სამშობლოს სიყვარული, ეროვნული ინტერესები? ხო უნდა მოვეგოთ ერთხელ და სამუდამოდ ყველა გონს და დავინახოთ, რომ ეს კაცი რაღაცა ავადმყოფური ახირებით არის დაკავებული ეხა, გონია რომ მისი ფული დატყვევებულია რაღაცა deep states და არ არსებულ მოვლენებს რაღაცა. ბუნებაში რო არ არსებობს, სახე რო არ აქვს, ფორმა რო არ აქვს, არავინ რო არ ვიცით ვინ არიან, ანუ ტყუილს, რომლის დეტალში შეცვლაც კი არ უნდა. ტყუილს, რომლის ისე კომპლექსურობაც კი არა აქვს ამ ტყუილს. ხო უბრალოდ სიტყვა deep states იძახიან და ყველაფერს არგებენ. ეს ხო რაღაცა იდიოტიზმში ვართ ბოდიში ამ გამოთქმისთვის ეხა. ამაში ხო არ შეიძლება დიდი ხანი ვიცხოვრო და კაცი პირდაპირ გამოვიდა. თქვა რომ ჩემი ფულის გამო ამერიკელებს არ ხვდებიო, ფეხებზე მკიდია საერთოდ ბოდიში კიდევ ერთხელ. რა იქნება და როგორ იქნება? სანამ ჩემი ფული არ გაირკვევა საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან, მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან სახელმწიფოსთან, არ დავალაგებ, არ დაველაპარაკებიო და ეხლა რა ვიცი, პოლიტიკოსების საქმე, ჩვენი საქმე ლაპარაკია, მერა. ჩვენ როგორც ექიმებს, ექიმები არ არჩევენ, რა ვიცი, სხვადასხვა გემოვნებით და ნიშნით თავის პაციენტებს და ყველას უნდა უმკურნალონ. ჩვენ ესეთი ვალდებულება გვაქვს ჩვენ პროფესიაში, რომ ყველას უნდა ველაპარაკოთ და ლაპარაკით გადავწოთ საკითხები. როდესაც ჩვენ შეერთებულ შტატების საელჩოს არ ელაპარაკებდი, არ ხვდები და არ გინდა მოისმინო რა გზავნილია სოფლის ყველაზე დიდ სახელმწიფოს და შენ ყველაზე ახლო სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც გიცავდა ამდენი წელია შენი მტრისგან და შეგაიარაღა და სახელმწიფო დაგაყენა მართლა იმხელა დახმარება გამოყო შენთვის, როდესაც ამას არ აკეთებ, ეხლა რა ვიცი, ყველაფერი ნათელია, რაც უნდა ელაპარაკოს პაპუაშვილმა და სხვა მოლაპარაკა პირებმა, ხო ფაქტებია და სახეზია და ეხლა შეგვიძლია მაშინ ვიცხოვრო ზღაპრებში და ბოლოს აუცილებლად მინდა კითხო კიდევ ერთ თემაზე, სამაგიეროდ, ამერიკასთან ეს ურთიერთობა აქვს, სამაგიეროდ თბება ურთიერთობები რუსეთთან, ყოველ შემთხვევაში რუსული მხარე ამას ამბობს. გიორგი კარასინის ორი კომენტარი გავრცელდა, უბრალოდ ერთი კომენტარი გავრცელდა, რომელიცაც ორ ნაწილად გამოქვეყნდა ინტერპრეს ნიუსმა და წაგიკითხავთ. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში გააქტიურების ტენდენცია შეინიშნება. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გიორგი კარასინმა განაცხადა. ჩვენ დიპლომატიურ ურთიერთობებს სიამოვნებით აღვადგენთ. ამჟამად ისტორიული მიზეზების გამო ჩვენ თბილისში შვეიცარიის საელჩოში განყოფილება გვაქვს, რომელიც ჩვენი დიპლომატებისგან შედგება, ისევე როგორც მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში არის განყოფილება, რომელიც საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს. იქ ქართველი დიპლომატები მუშაობენ, მთლიანობაში ურთიერთობებში გააქტიურების ტენდენცია შეინიშნება, ამბობს კარასინი. მისი თქმით, ბოლო წლებში ქართული პოლიტიკური ელიტა მნიშვნელოვნად მომწიფდა. პოლიტიკური ხელმძღვანელობა შესამჩნევად მომწიფდა. საქართველოს პასუხისმგებლობის მქონე მიდგომებით მოქმედებს. მას სხვისი ინტერესების გამობრძოლა აღარ სურს. ეს რუსეთის საზოგადოებრივ აზრზე დადებით შთაბეჭდილებას ახდენს და ტურიზმი და ქართველი ტურისტების ჩვენთან ვიზიტები ნელ-ნელა უმჯობესდებაო, თქვა მან. ასევე თქვა, შესაძლოა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები გააქტიურდესო, განაცხადა კარასინმა. თავარიაო ამ ყველაფერში არ შეგვიშალოს ხელი ევროპამო. ფიქრობ მოსკოვსა და თბილისს ერთმანეთის კარგად ესმით. თავარია ამ ურთიერთობებს ევროპელებმა ხელი არ შეუშალონ, რომლებიც ახლა ზელენსკის არაგონიურული საქმეების გაკეთებას აიძულებენ. ისინი საქართველოს ხელში ჩაგდებას ცდილობენო, ამბობს ევროპელებზე. კარასინი ამბობს აბსოლუტურ სიმართლეს. კარასინი როგორც ნების ყოველთვის რუსი პირველად ეთანხმები არა? პირველად ეთანხმები სრულად, როგორც რუსი კოლონიზატორი ჩვენი 250 წლიანი კოლონიზაციის ისტორიაში, ის აკეთებს ხოლმე ყველაზე მავნებლურ საქმეს ამ ქვეყნისთვის და ამათაც ეხა რაღაცა ცოტა ჩემი აზრით ამაზიანებელი განცხადება გაუკეთა, სადაც ის უკვე ღიად ამბობს იმას, რასაც ჩვენ ხედავთ. შეხედეთ, აქ აღარ არსებობს კომპლექსები ამ ხელისუფლებაში რუსეთუმეობის და სამშობლოს გაყიდვის. ეს კომპლექსი ნელ-ნელა მთლიანად ქრება. როდესაც პაპუაშვილი იძახის, რომ ისა რა ქვია, შეერთებულ შტატებთან არ ქონია თურმე ისა მომწიფებული ურთიერთობა და ამას ალუჩა დაუმწიფდა აგერ კარასინთან და ყველაფერი რიგზე არის და იქით მიდის. როდესაც ყველაფრის რევიზია ხდება,
ხდება, ისტორიის რევიზია ხდება, 2008 წლის ომის რევიზია ხდება, რაღაცა deep state-ის შემოყავთ, როდესაც აი ყველა კომპლექსი იხსნება და ადამიანებს იტაცებდნენ სხვა ქვეყანაში ჩეჩნებივით, კადიროვის ჩეჩნეთივით, კარგი ჩეჩნებივით კი, რომელიც თავის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. კადიროვის ჩეჩნეთივით რო იქცევიან, ხო, რა თქმა უნდა, ყველას უნდა ეს მოდის, რომ რუსეთთან ურთიერთობები თმება. ამ ქვეყნის რეკოლონიზაცია ხდება, ისევ გვიპყრობს ეს ქვეყანა. ამას ვამბობთ, რომ აქ უნდა ვიყოთ და რა ვიცი ხა, მე მგონია, რომ არსებობს კიდე რაღაც წერტილები ამ საზოგადოებაში, რომელიც ამ საზოგადოებას საბოლოოდ გამოაღვიძებს. მე მგონია, რომ ამ საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გამოღვიძებულია და ეხა იბრძვის 180 დღეა ამ ქვეყნის გადარჩენისთვის, მაგრამ რიცხობრივად ბევრი ადამიანია, რომელიც დღეს ძალიან ცუდად ცხოვრობს და გასააქტიურებელია და პროცესში სხვადასხვა ფორმით უნდა ჩაერთოს საქართველოს გადარჩენის პროცესში, მართლა ყველანაირი გადამეტებით და რიტორიკის გამოყენების გარეშე. ადამიანები, რომლებსაც დღეს სხვადასხვა ყოფითი პრობლემების გამო, იმის გამო, რომ მიუხედავად აი ამ ტყუილების კორიანტელისა, ქართველი ადამიანი დღეს თავარი მისი ცხოვრების არსი არის ბრძოლა გადარჩენისთვის, ბრძოლა შემოსავლისთვის, იბრძვის. მე მესმის ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობას, რომ მართლა ყოველდღე ფაქტურად იბრძვის თავის შემოსავლისთვის და იმისთვის, რომ ძვირი კომუნალური გადასახადები, ბოლო წლებში 30%-ზე ზევით წასული ინფლაციის შედეგები, არ ვიცი, სხვადასხვა ყოფითი პრობლემები, შვილის განათლება, ჯანდაცვა, რომელშიც ჯიბიდან იღებს ხო მიუხედავად კოლოსალური დანახარჯებისა, სხვა შორის, რომელიც არის ბიუჯეტიდან საყოველთაო ჯანდაცვაში მოსახლეობის საქართველოში 50% საერთო დანახარჯებისა ჯანდაცვის ჯიბიდან ამოღებული ფულია, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. მე მესმის ამ ხალხის, ვინც ამ გაჭირვებაში ცხოვრობს. მე მესმის ყოველი მესამე ქალის ამ ქვეყანაში, რომელიც ძალადობის მსხვერპლია. მე მესმის იმ ბავშვების, რომლებმაც სკოლაში ისწავლეს, რომელსაც პიზის კლასიფიცირება აფასებს, რომ საშუალო ზღვარს ვერ ვცდებით ვერც ერთ კომპონენტში შეფასების. მე მესმის ამ გაუბედურებული ქვეყნის მოქალაქეების, რომელსაც არც ცხელა ყოველდღე იმისთვის, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, მაგრამ შეხედეთ ყველაფერს ვკარგავთ, იმას ვკარგავთ, რასაც აქამდე შენიღბულად ქართული ოცნება ინახავდა, რასაც ქართული სახელმწიფო ერქვა და კარასინი ამაზე ლაპარაკობს. აი ეს მგონია, რომ აი ეს დეკომპლექსირება საბოლოოდ რომ მოხდება და აი ბოლომდე რო აიშვებენ აფრებს რუსეთთან მიმართებაში ქართული ოცნება, აქ ძალიან ბევრი ადამიანი მიხვდება, რომ ეგზისტენციალური კრიზისი ვარ და მათი შვილები შეიძლება რუსული პასპორტებით გაიზარდონ, მე რა აი სულ ამას ვიმეორებ. ავტოკრატიის პირობებში ამ ქვეყანას უცხოვრია. ავტოკრატიის პირობებში ეს ქვეყანა აი ასეთი პუტინისტური ავტოკრატიის პირობებში არ იქნება ეს მოსკოვი, პეტერბურგი და მინსკი. არ იქნება აქ ეს. იქ ხო ავტოკრატიას მაგ მიჩვეული ხალხი მოწესრიგება. ამ ყველაფერში წესრიგში არიან რაღაცა, ხო? ის უბედურებაა, მაგრამ წესრიგში არიან. ეს იქნება ჩეჩნეთი ხალხო. ეს იქნება გროზნო. ეს იქნება რაღაცა შავი ჯიპების კრიალოსნები და ის ლომის ბოკვერიანი ტიპები მანქანებში, რომ ლომის ბოკვერები უზით. ხო დაიწყეს ეგეთი რაღაცა საზიძღრობა რაღაც. აი ეს იქნება ჩეჩნები, ხანჯლებზე ცეკვა იქნება. ეს იქნება უბედური განაპირა პროვინცია რუსეთის, რომელზეც რა ვიცი, საქილიკო ექნება რუსეთს, როგორც ისინი ქილიკობენ ჩვენზე და არ უნდა დაუშვათ ეს. აქეთკენ მიგვაქანებს ეს ქვეყანა და ჩვენ თანამოქალაქეებს მესმის ბევრი რამე უჭირთ, მაგრამ ეხა არის დრო, რომ მართლა რაიმე ფორმით, ნებისმიერი ფორმით და ყოველდღე რუსთაველზე სიარულით, არამედ გააქტიურება და თქმა რომ ასეთ გაგრძელება არ შეიძლება. ამაში ცხოვრება არ შეიძლება და ამ ქვეყნის დაკარგვა არ შეიძლება. ასაკებია, მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. თაზა თათუნაშვილი, ლელო ძლიერი საქართველოს წევრი იყო ჩვენი სტუმარი. გადაცემის შემდეგ ჩვენი სტუმარი იქნება გახარიას პარტიის წარმომადგენელი გიორგი შარაშიძე. როგორც გითხარით, უკვე ქართული ოცნება ამბობს, რომ გახარიას პარტიასაც პარტიის წევრებსაც გაყრიან პარლამენტი და სწორედ იმის გამო, რომ არ დადიან პარლამენტის ხდომებზე, ასე რომ დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ საინტერესო საუბარი გვექნება. აშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, გადაცემის ამ ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება გიორგი შარაშიძე, გახარია საქართველოსთვის პარტიას წარმოადგენს. ის მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. წავიკითხავ შალვა პაპაშვილის განცხადებას დღეს თქვენს პარტიასთან დაკავშირებით. 12 დეპუტატი გახარიის პარტიიდან გახარიას ჩათვლით, შატალოზე იყო ერთი სესია, აცენდა ყველას ხდომას, არ ვაძლევდით დეპუტატის ხელფას, თუმცა ისინი იღებდნენ პარტიულ დაფინანსებას უსაქმურობაში. უსაქმურობას ქართველი ხალხი ვერ დაუშვებსო, განაცხადა მან. მისივე თქვით, გახარია საქართველოს მხრიდან ლეგიტიმაციის არაღიარება ფარსია. ვინაიდან მისივე შეფასებით ეს იგივე ადამიანი იდგეს შუქნიშანთან და არ აღიარებდეს შუქნიშანს. მოკლედ გისმენთ. მოგესალმებით. რამდენად იყო მართლაც თქვენი მხრიდან ეს არაღიარება და ეხლა როგორ გაგრძელდება ეს ამბავი, როცა თქვენ შეგიწყვეტენ
უფლებამოსილებას თქვენ პირადად არა 12 წელს თქვენ იყავით სიაში თქვენც იყავით არა შემდეგ 12-ში კი ბატონო და შემდეგ თქვენ შეხვალთ პარლამენტში ხო ახლა ისე არ გაიგოს მაყურებლებმა და რადიო მსმენელებმა რადგან გახარიას პარტიის 12 წევრს რომლებიც წესით მოხვდნენ პარლამენტში შეუწყვეტენ უფლებამოსილებას ეს არ ნიშნავს რომ გახარიას პარტია პარლამენტში ფორმალურად არ იქნება იმიტომ რომ სიაში მომდევნო შემდეგი 12 შევა მათ შორის თქვენც ნუ შევა რა პარლამენტის წევრები გახდებიან ეხლა ივლით თუ არა თქვენი საქმე არის იმიტომ რომ სია არ ჩაგიხსნიათ ესეც ბევრი კითხვის ნიშნებს აჩენს მოდით ყველაფერზე თანამდებობით ვისაუბროთ მე მოგესალმებით მადლობა მოწვევისთვის მოგესალმებით მაყურებელს მოდი ჯერ პირველ რიგში პაპუაშვილს უპასუხოთ ახლა ძალიან ის არის რა ღიმილის მომგვრელია მისი ეს განცხადება ადამიანი რომელიც ერთი კაცის თუ ხელფასია საუბარი და ანაზღაურებაზე ერთი კაცის მონობაში და ამ ადამიანის ყველა სურვილის ასრულებაში იღებს ხელფასს და დაფინანსებას ახლა ამ ადამიანისგან სხვის ხელფასზე და დაფინანსებაზე საუბარი მართლაც ღიმილის მომგვრელია სხვა თუ არაფერი და ზოგადად ოცნება კიდევ რაში იღებს დაფინანსებას ესეც კიდევ ერთხელ შევახსენოთ ხო ჩვენს მოქალაქეებს რაში იღებს და ზოგადად პარლამენტის თავმჯდომარე რო ხარ პირველ რიგში საქართველოს კონსტიტუციის დაცვა გევალება და ეს არის შენი მთავარი საქმიანობა და ამ დროს კონსტიტუციას არა თუ იცავ არამედ ფეხქვეშ თელავ და მთლიანად ღალატობ იმ ძირითად მუხლებს რაც არის ამ კონსტიტუციით გათვალისწინებული დავიწყოთ ევროპული მომავლის და ევროატლანტიკური მომავლის უზრუნველყოფით და დავამთავროთ ზოგადად ადამიანის უფლებებით და კანონის უზენაესობის სრული და უხეში დარღვევით ეხლა ეს ადამიანი რო სხვის ხელფასზე საუბრობს თან დავაფიქსიროთ და ესეც რომ არაღებულ ხელფასზე ჩვენ არც ერთ დეპუტატს არც ერთი თეთრი სადეპუტატო უფლებების განხორციელებით არა აძლევდით არა უღეთქია ჩვენ არ ვაძლევდით ჩვენ არ ვაძლევდით რა არც მოგვითხოვია და არც ავიღებდით ამას ძალით ჩვენ სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ ეს საკითხი რო იდგა ეხლა მახსენდება ის პერიოდი ჩვენი დეპუტატები საუბრობდნენ რომ თუ სადმე რამე ძველი დეპუტატები რომ თუ სადმე ანგარიში არის ჩარჩენილი იქნება იყოს პარლამენტში და მოდი ის ანგარიშებიც გავაუქმოთ რომ ვაი და შემთხვევით თუ მიზანმიმართულად არ ჩაგვირიცხონ ჩვენი ნების და საწინააღმდეგოდ ესეც კი იყო ამაზეც კი იყო საუბარი იმდენად იყო ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება სხვა პარტიების გახსოვთ თქვენ არ დაწერეთ განცხადებები პარლამენტიდან წამოსვლის შესახებ ოფიციალურად მაგრამ არც დადიოდით მაგრამ არც დაწერეთ რატომ ნუ ხა ეს ხო ჩვენ თავიდანვე ვთქვით ეს იყო ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილება ეხლა მათ აი ეს გადაწყვეტეს როგორც გადაწყვეტეს აქ მთავარი ეს არ იყო არც სიების ჩახსნას ძენს ან აკლებს რაიმე ტიპის ლეგიტიმაციას და არც ამ სიების არ ჩახსნა აქ მთავარი იყო პოლიტიკური განაცხადი ეს პოლიტიკური განაცხადი ჩვენ თავიდანვე გავაკეთეთ და სრულად თანმიმდევრულად მიყვებით ამ გადაწყვეტილებას როგორც არ ქონია დღემდე ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს ასე არ აქვს დღეს და ასე არ ექნება მომავალში ანუ ამ ხრივ ჩვენ არაფერი შეგვიძლია და აქ ნახავთ თქვენ ახლა ეს სიახლეც არაფერი არ არის ხომ დინარაძე გამოვიდა და თქვა რომ რაღაც როგორც განსაკუთრებულ სიახლეთ გაასაღა რომ თითქოს აი გახარიას დეპუტატებს შეუწყვეტენ უფლებამოსილებას ახლა ეს პროცედურულად ასეა გათვალისწინებული და არც ჩვენ არ გქონდა სხვა რამის მოლოდინი ხო ანუ სიურპრიზი და სიახლე ამაში არაფერი არ არის სიას არ ხსნით და ამის ნიშნავს რომ შემდეგი 12 გახდება ხო შევა და შევა ანუ ნახეთ ანუ შეუწყვეტენ უფლებამოსილებას მე ნახე შეუწყვეტენ უფლებამოსილებას შეუწყვეტენ არ შეუწყვეტენ ნუ შეუწყვეტავენ ანუ შეიყვანენ ახალ 12-ს შეიყვანონ არ შეიყვანენ ნუ შეიყვანენ აი ესეთი დამოკიდებულება აქვს ანუ ჩვენ საერთოდ არ გვინდა პარტიის დაფინანსებას როგორც ხვდები ხო ხო პარტიის დაფინანსება ეს არის ჩვენი მოქალაქეების მიერ მონიჭებული ასე ვთქვათ მიღებული გადაწყვეტილება რომ ჩვენი პარტია გამჭვირვალედ ბიუჯეტის ფულით ხალხის მიერ გადახდილი ფულით ფინანსდებოდეს ხო ჩვენ განსხვავებით სხვა პარტიებისგან სხვა არანაირი შემოსავლის წყარო არ გაგვაჩნია არც ოლიგარქები გვაფინანსებენ არც ბანკირები და არც რაღაცა ძლიერი ფინანსური ჯგუფები და გავლენიანი ჯგუფები და ჩვენ მხოლოდ ვართ დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების მიერ გადახდილ ასე ვთქვათ გადასახადებებზე და შემოწირულობებზე ეს არის ჩვენი პარტიის თავარი ასე ვთქვათ დაფინანსების წყარო და ეს არავის დასაყვედრებელი არ არის მოდი ესე ვთქვათ რა აქ ოცნება და პაპუაშვილი და მდინარაძე კი არ წყვეტენ მე რამე იყოს ამას ქართული ხალხი წყვეტს და ეს საქართველოს ბიუჯეტით არის გათვალისწინებული მაგრამ კიდევ ვიმეორებ არავის არ შეეშალოს და არაურიოს დეპუტატის ხელფასი და პარტიის დაფინანსება ეს ორი სრულიად განსხვავებული რამეა და ჩვენც არც ერთ დეპუტატს არც ერთი თეთრი არ აუღია მიუხედავად იმისა რასაც ამბობს პაპუაშვილი ჩვენ არ ვაძლევდითო რომც მოეცეთ ამაზე მაინც ყველა უარს იტყოდა ესეც დავაზუსტოთ და გავიხსენე მე ის ამბავი როდესაც სახელმწიფო ანგარიშებზე უარს არ ამბობთ სხვა პარტიებისგან განსხვავებით მიუხედავად იმისა რომ ამ არჩევნების შედეგებს არ აღიარებთ
არაღიარებული არჩევნების შედეგებით გეძლევათ ეს დაფინანსება, ხო? გეძლევა, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ ჩვენი მთავარი მიზანი. შედეგებს არაღიარებთ, ამას ეს კოლიზია არის ასე ვთქვათ. ნახეთ ჩვენი მთავარი მიზანი არის რომ ჩვენი პარტია გაძლიერდეს, იყოს დამოუკიდებელი ევროპული ყაიდის, ევროპული ასე ვთქვათ ღირებულებების პარტია, რომელსაც გამჭვირვალობა იქნება ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე ღირებულება და ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში შედგეს ისეთი პოლიტიკური ორგანიზაცია, პოლიტიკური გაერთიანება, რომლის მათ შორის ფინანსებიც იქნება სრულად გამჭვირვალე. როცა ფინანსებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ასევე გავიხსენოთ, რამდენად დიდი იყო სხვაობა ასე ვთქვათ თანხებს შორის, რასაც პარტიები მათ შორის ოფიციალურად გაცხადებულად ხარჯავდნენ წინასაარჩევნო პერიოდში. ეს არის ძალიან დიდი სხვაობა, რადიკალურად დიდი სხვაობა, მაგალითად ჩვენსა და ოცნებას შორის, ჩვენსა და ახლებს შორის და ასე შემდეგ, ჩვენსა და ლელოს შორის და ყველა სხვა პარტიას შორის. ამიტომ ეხლა ნურავი უნდა დაგვაყვედრის, ასე ვთქვათ, ამ პარტიულ დაფინანსებას, რომელიც კიდევ ვიმეორებ, არის ჩვენი მოქალაქეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩვენ დიახ უნდა გავძლიერდეთ და შევდგეთ დამოუკიდებელ ევროპულ პოლიტიკურ გაერთიანებად. კი ბატონო, მაგრამ ამის პარალელურად, გარდა იმისა, რომ თქვათ, ხსიას ახსნით და პარლამენტიდან რაღაც, თქვათ, გამოსვლაზე არ წერთ განცხადებებს, პარალელურად ამბობთ, რომ ემზადებით ადგილობრივი არჩევნებისთვისაც. ხო, ეს კიდევ დამატებით კითხვებს აჩენს თქვენთან დაკავშირებით, რომ თუ არის ეს ბოიკოტი, არაღიარება ამ სისტემის არჩევნების, თუ ამბობთ, რომ რაღაცა ივანიშვილმა გაუქმა ამ ქვეყანაში არჩევნები 2025 წლის არჩევნებით, გაუქმებულ არჩევნებში რაღაცა იღებთ მაშინ მონაწილეობას, ანუ თუ ის არჩევნები გაყავდა, იგივე სისტემით ჩატარდება ეს არჩევნები, ანუ რა აზრი აქვს ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ამით ხო არ აღიარებთ, რომ ეს სისტემა მუშაობს და შესაბამისად ლაპარაკი რომ რაღაც ყალბდება და ასე შემდეგ, შეიძლება არც არის სიმართლე. ხო, ვიღაცა შეიძლება ეს არგუმენტი თქვენს საწინააღმდეგო შემოაბრუნოს ოპოზიციის საწინააღმდეგოდ, პროტესტის თვის დარტყმის მიყენება ხო არ ხდება ამით, რომელიც ასევე დგას ამ არაღიარებაზე და ლეგიტიმაციაზე და ხო არ ეუბნებით ამით პროტესტის მონაწილეებს, რომ იცით რომ აზრი აღარა აქვს ქუჩაში დგომას და მოდით ისევ ამ თუნდაც გაყალბებულ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა 1-2 ადგილი მაინც გვერდება საკრებულოში. ამას ხო არ ეუბნებით რეალურად ხალხს. კი ბატონო, მე მახსოვთ, მოდი პირველ რიგში ვთქვათ, რომ 6 თვეზე მეტია გასული ამ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ და ოქტომბრის მდგომარეობით უკვე 1 წელი იქნება გასული ამ არჩევნებიდან, ხო? ანუ ეს ვითარება პოლიტიკური მუდმივად იცვლება და იცვლება ძალიან სწრაფად. მათ შორის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკური სიტუაციის ცვლილების გამო, არამედ გლობალური პოლიტიკის ცვლილების გამო. ხო, ეს ყველაფერი ფაქტობრივად ყოველდღიურად ჩვენ ახალი და ახალი რეალობის წინაშე ვდგებით. ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილება მაგალითად 6 თვის წინ და ჩვენი გადაწყვეტილება დღეს ვერ იქნება ერთნაირი. თუმცა ჩვენ გადაწყვეტილებებში ყოველთვის თანმიმდევრული ვართ. ახლა აქ კარგად მოდი ეს საკითხი კარგად დავხსნათ. ახლა აი ვისარგებლებ, რა თქმა უნდა, ეს აქტუალური შეკითხვაა, მესმის კარგად. ვისარგებლებ ამ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოდი შევეცადოთ ავხსნათ ჩვენს მაყურებლებს, ხო? არანაირი კავშირი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საპარლამენტო არჩევნებთან არ აქვს. არა, საბოლოო არჩევნებია ისიც. არჩევნებია. ჩვენ ამ არჩევნებს ატარებს ისე ქართული ოცნება. ამ არჩევნებს ატარებს იგივე ცენტრალური საარჩევნო კომისია, იგივე ხელმძღვანელი ბატონი კალანდარიშვილი. ანუ ყველაფერი არის იგივე. კი ბატონო. ხო და ხალხს ყველაფერი არის იგივე. კი ბატონო, ყველაფერი არის იგივე. ის არჩევნები გაყავდა, როგორც თქვენ ამბობთ. კი ბატონო, ყველაფერი ამბობთ, რომ გაყავდა არჩევნები. ანუ ამბობთ, რომ ფაქტობრივად ამ ქვეყანაში არჩევნები არ ტარდება, მაშინ იგივე არ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობას რატო იღებთ? ხო, რას ამტკიცებთ ამით, რას აკეთებთ? იგივეა, რაც თქვენ თქვით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგივე იქნება, ხო? ანუ ჩვენთვის მთავარი რა არის, რომ ჩვენ ბრძოლა არ უნდა შევწყვიტოთ. და ჩვენ უნდა გქონდეს კაფეოდ გამოხატული პოლიტიკა. ბრძოლა ხა ხო გადაინაცვლა ქუჩაში, რადგან ამბობთ, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს ამ ქვეყანაში, ესე იგი ბრძოლა გადადის ქუჩაში. თუ არჩევნებით ვერ იბრძვის. ეგ სიტუაცია გვაქვს ახლა. ჩვენ არასდროს არ ყოფილვართ, მოდი ესეც შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ ქუჩის პროტესტის და ზოგადად რადიკალურ ქუჩას რო ამბობთ, ახლა პირდაპირ ვთქვათ, ხო არ მოვატყუებთ ჩვენს მოქალაქეებს. ქუჩა ნიშნავს რადიკალიზაციას. ახლა ქუჩაში ვიყოთ და თან ამ დროს მშვიდობიანი და რაღაცა ცივილური ფორმებით შევცვალოთ ხელისუფლება, ნაკლებად მოსალოდნელია. არა, ქუჩაში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას აიძულო, წამოვიდეს დათმობაზე და ჩაატაროს რეფორმა საარჩევნო ისეთი, რომელიც გაყალბებას მაქსიმალურად გამორიცხავს. ამას ნიშნავს, მაინც ახლა სადმე შევარდნას არ ნიშნავს ეს და დამხობას. აქ ხო, მაგრამ ქუჩაში გვინდა არ გვინდა, ანუ ქუჩაში გვინდა არ გვინდა, იქ ჩდებიან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც ახლა გვესმის ხა ბოლო დროსაც არ დავასახელებ ხო იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც გამოდიან და მუდმივად აპელირებენ სადღაც შევარდნაზე, დამხობაზე, ეს პირდაპირ მათი სიტყვებია. მათი პრობლემაა, მაგრამ მოთხოვნა პროტესტის არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და
და ამ მოთხოვნაში ჩვენ დღემდე რჩებით ახალი წესები. ამ მოთხოვნაში ჩვენ დღემდე რჩებით ის რომ ჩვენ მივდივართ მუნიციპალურ არჩევნებზე ეს იმას არ ნიშნავს რომ ერთი დღით ვაჩერებთ ბრძოლას ხელახალი არჩევნების მოთხოვნის და უკანონო პატიმრების გათავისუფლებისთვის. ამას არც ერთ შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა ერთმანეთს არ ამბობთ რომ ჩვენთვის აი ქუჩა მიუღებელია. ხო, გავყვეთ ამ ამბავს. ხო, რადიკალიზაცია მიუღებელია, რაღაც იგივე ტერმინს იყენებთ, რასაც ახლა ოცნება იყენებს, ხო, რადიკალებს ეძახის ამას. რატო იყენებთ იმ იგივე ტერმინს არ ვიცი, სიმართლე რო გითხრათ. იმიტომ რომ თავად არის ოცნება რადიკალი და არა, ხომ არ არის ოცნება ეძახის აი ქუჩაში ვინც დგას იმათ რადიკალებს. თქვენც ამბობთ რომ ეს არის რადიკალიზმი და ამას არ ეთანხმებით. მაგრამ აი ეს სიტუაცია წარმოვიდგინოთ. თუ ოცნება არასოდეს არ დათანხმდა სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. საბოლოოდ და თქვენ მაინც ყოველთვის დათანხმდით ამ არჩევნებში შესვლას და არჩევნები ეს ნიშნავს, რომ არჩევნების გზით ვერასოდეს ვერ შეცვლით ხელისუფლებას, ხო? ანუ რა გამოდის? მიყვებით ოცნებას იმაში, რომ რაღაც შეასრულოთ ანტურაჟის როლი და სულ მიიღოთ არჩევნებში წინასწარვე ცნობილ გაყალბებულ არჩევნებში მონაწილეობა. არანაირად. ჩვენთვის მე ვნახეთ, ჩვენთვის თავარი არის პროცესი, ხო? ანუ ჩვენ ხო პროცესის თავარი. თავარი არის გამარჯვება. არა, გამარჯვება თავარი. ეს ოლიმპიადა არ არის, რომ მონაწილეობა იყოს თავარი. შეხედეთ, გამარჯვება თავარი, მაგრამ ახლა მოდი სიმართლეს და რეალობას შევხედოთ თვალებში, ხო? ხა ჩვენ ხო არ მოვატყუებთ ჩვენს მოქალაქეებს, ახლა სრულად ავტოკრატიული რეჟიმია. ანუ ხელისუფლება ძალაუფლების ყველა ბერკეტი მათ ხელშია. ფინანსები უზომო რაოდენობით თვითონ რო ვეღარ ითვლიან ამ დონის ფინანსები მათ ხელშია. რამდენიც მოუნდებათ, ასე ვთქვათ, ფული და დაფინანსება, შავიც და თეთრიც მათია. ანუ ყველაფერი მათია. შესაბამისად, ეს არის არგუმენტი. ასეთ ავტოკრატიული რა აზრია არჩევნებში. აი, ახლა დავასრულოთ, ნახეთ, ასეთ ავტოკრატიულ რეჟიმთან, ასეთ უთანასწორო პირობებში ბრძოლის მოგება ერთ დღეში და ორ დღეში არ გამოდის. ჩვენ ხო თავიდან რომ ამბობდით, რომ ეს არ არის მოკლევადიანი ბრძოლა, ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა. და ახლა ჩვენ როგორც პოლიტიკურ პარტიას გვაქვს უნარი რომ ცოტა შედარებით გრძელვადიანად დავინახოთ ის მოვლენები, რაც შეიძლება ამ ქვეყანაში განვითარდეს და მუდმივად კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ქუჩის პროტესტის მშვიდობიან ნაწილში დღემდე ვართ და ხვალაც ვიქნებით და არც ერთი დღით ამ პროტესტს არ დავტოვებთ. უბრალოდ ჩვენ თვლით რომ აი ხო არის ეს კითხვა თქვენც და ყველა ჟურნალისტი კითხულობს, აბა სად არიან პოლიტიკოსები? ნახსოვს თქვენ გადაცემაში რამდენიმე ჯერ დაგისვა. სად არიან? ანუ პოლიტიკოსები ფაქტობრივად სამწუხაროდ ისე მოხდა აი ამ 6 თვის განმავლობაში, რომ რეალურად რომ ვთქვათ რომ ახლა განსაკუთრებულ როლს თამაშობენ იქ ქუჩის პროტესტში. ვერ თამაშობენ, იმიტომ რომ პოლიტიკა ფაქტობრივად აღარ არსებობს. რომ არა ჩვენი პარტნიორების ხარდაჭერა და რა თქმა უნდა მათ შორის ჩვენი პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე და ქუჩის პროტესტი ჩვენი შედეგებიც არ გვექნებოდა რაც გვაქვს, ხო? ამიტომ ჩვენთვის მთავარი არის რომ ჩვენ ამ ბრძოლაში დავრჩეთ, არც ერთ შემთხვევაში ეს ბრძოლის ველი არ მივატოვოთ, ჩვენი მოქალაქეები არ დავტოვოთ ოცნებასთან პირისპირ მათი პროპაგანდის და მათი გავლენის ქვეშ პირისპირ და მარტო არ დავტოვოთ და შევიდეთ ამ ბრძოლაში. მესმის რომ ეს არის ხანგრძლივი, მესმის რომ ეს არის უთანასწორო, არათანაბარ პირობებში გამართული ბრძოლა, არასამართლიანი ბრძოლა, მაგრამ არ მაქვს მე პირადად იმის იმედი რომ ხვალ ოცნება ჩაატარებს სამართლიანად. რომ მაგალითად იმის გამო რომ ხალხი ვინც ახლა საპროტესტოდ არის განწყობილი, ვინც ქუჩაში გამოდიოდა, შეიძლება დღეს იმდენი არ გამოდის, მაგრამ იმ ხალხს პროტესტი არ გაუქრა, ხო? უბრალოდ მათ იმედი დაეკარგათ, ხო, რაღაც წარმატების. არ მგონი ახლა მათ იმის იმედი დაუბრუნდეთ, რომ არჩევნები შეიძლება აქ რაიმე შეცვლა. ხო არ ფიქრობთ, ეს ხალხი არ მივა საპროტესტოდ განწყობილი ხალხი არჩევნებზე და თქვენ უბრალოდ იმ ბეხმას რაც კი ვერ აიღებთ, რაც ბოლო არჩევნებზე აიღებთ. მიუხედავად იმისა, იყო თუ არა გაყალბება ამ არჩევნებზე, თქვენ რაღაც ხმების რაოდენობა აიღებთ, ხო? 160,000 170,000 შესაბამისად, ხო არ ფიქრობთ, რომ შეიძლება ამის ნახევარიც ვერ აიღოთ და ეს პირიქით თქვენს პარტიას დააზარალებს, იმიტომ რომ 1%-იანი პარტია შეიძლება გახდეთ 3%-იანი ან 4%-იანი. ან საერთოდ ვერ გადაალახოთ მაგალითად ბარიერი თბილისის საკრებულოში მოსახლეობად, იმიტომ რომ იმ პროტესტზე ზოგადად თბილისელები იდგნენ. ოპოზიციურად განწყობილი თბილისელი ამორჩევენ. ახლა მით უფრო მე ნახეთ, ანუ ეს ხო ჩვენ პარტიული ასე ვთქვათ ხედვიდან ვერ გამოვალთ მხოლოდ, ხო? ანუ ჩვენთვის არის თავარი პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ამორჩევლების წინაშე. ანუ ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ეს ადამიანები, რომ დღეს ერთმანეთს კი არ გამორიცხავს ქუჩის პროტესტი და არჩევნებში მონაწილეობა. პირიქით, ჩვენ ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ, ასე ვთქვათ, კომპლექსურად, ერთიანად ყველა ფრონტით უნდა შევუტიოთ, პოლიტიკური გაგებით, რა თქმა უნდა, ოცნებას. და სადაც შეგვეძლება ოცნების დასუსტება და პოლიტიკური ზიანის მიყენება, იქ უნდა მივაყენოთ. გასაგებია, რომ ქუჩა ეფექტურია, მაგრამ ეს გრძელვადიანად სამწუხაროდ თუ მით უმეტეს შედეგებს გადავხედავთ, რასაც მივაღწიეთ, ძალიან ბევრ ამის მივაღწიეთ, განსაკუთრებით სანქციების კუთხით და ჩვენი არაღიარების კუთხით და არალეგიტიმურობის კუთხით, მაგრამ ეს ხო არ არის საკმარისი.
ვითარება იცვლება, მათ შორის იცვლება ძალიან სწრაფად. და ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ პასუხისმგებლობა პოლიტიკური მოგვიწოდებს იმისკენ, რომ დიახ, ჩვენ მოვემზადოთ არჩევნებისთვის. გვესმის, რომ ეს არ იქნება სამართლიანი არჩევნები, არ იქნება თავისუფალი არჩევნები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ბრძოლის ველიდან უნდა გავიქცეთ. ამას ვერ დაუშვებთ და არ დაუშვებთ. რამდენიმე ქალაქიც რომ მოვიგოთ, აი რამდენიმე ქალაქშიც რომ გამოვტაცოთ ხელისუფლება ოცნებას, ეს რომ იქნება ამ ავტოკრატიული რეჟიმის ყევის დასაწყისი. აი თქვენ მარტო ახლა ამ არჩევნებზე გეგმება 8% იყო ხო თქვენი შედეგი პროცენტი? 8%-იან პარტიამ როგორ უნდა გამოსტაცოთ რომელიმე ქალაქში მართლობა. თუ სხვა პარტიები არ მიიღებენ მონაწილეობას. არ გამოურიცხავთ რომ სხვა პარტიები არ მიიღებენ, ახლა ჩვენ ხედავთ ლელოს პოზიციას, რომელიც ბოლო პერიოდში ფაქტობრივად უკვე თითქმის იგივეა, რაც ჩვენი იყო აქამდე, ისინიც ამბობენ, რომ ისინიც არ გამორიცხავენ და დიდი ალბათობით ჩვენ ხედავთ, რომ მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ნახოთ, ახლა არც იმის არ გამორიცხავს, სხვა პარტიებმაც მიიღო მონაწილეობა. ჩვენთვის თავი არის ის, რომ ჩვენ არ ვალავთ ხო ამას, ანუ ჩვენ ხო რაღაცა მიპარვით არ მედივართ ამ არჩევნებთან და რაღაცა ქარაგმებით არ საუბრობთ. ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, რომ არჩევნები მიუხედავად იმ სიმძიმისა, რაც არის, მიუხედავად არათანაბარი პირობებისა და არასამართლიანი გარემოსი, მაინც რჩება ერთადერთ ბერკეტად ხელისუფლების ცვლილების, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე ეროვნულ დონეზე. ეროვნული დონეზე ცვლილებისთვის ჯერ ადრეა, სანამ არ დაინიშნება საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ რადგან გვიწევს მუნიციპალური არჩევნები, ამიტომ გვინდა იქ შევიდეთ და იქ მოვუგოთ, იქ დავამარცხოთ, სადაც შევძლებთ. ანუ როგორ ვთქვათ, მე რა დიდი ომია მოსაგები, ხო? რა გაგებით? ანუ იმ გაგებით, რომ ეს რეჟიმი, რომელიც უკვე ფაქტობრივად მოღალატე რეჟიმად ჩამოყალიბდა, რაღაცნაირად ამ რეჟიმს გამოვტაცოთ ხელისუფლების ბერკეტები, მართლობის, ასე ვთქვათ, ბერკეტები ხელიდან. და ამ ომს ვერ ვიგებთ, პირდაპირ ვთქვათ, ვერ ვიგებთ. ძნელია, რთულია, იმიტომ რომ ძალიან დიდი კონსოლიდირებულია დიდი ძალაუფლება მათ ხელში და ამიტომ პატარა გამარჯვებებისთვის მაინც ხონდა მოვემზადოთ და ეხლა რას ნიშნავს რომ ამ პატარა გამარჯვებებზეც რაც არის თბილისის მოგება, ქუთაისის მოგება უარი ვთქვათ და მხოლოდ ქუჩის პროტესტით შემოვიფარგლოთ და ვიმეორებ. ჩვენ ვჩებით იმ პროტესტის ნაწილად, სანამ არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები, მაგრამ მუნიციპალურ არჩევნებზეც მივდივართ. ეს არის ჩვენი თანამედროვე პოლიტიკა. გადაწყვეტი ახლა როცა ვამბობთ რომ აი ბოლოს მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს საერთოდ ზოგადად ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, იმდენად ბევრი რამე იცვლება ახლა ამ ქვეყანაში და სოფლიოში, მაგრამ როცა ვამბობთ რომ ემზადებით, ნუ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილება. მადლობა დიდი გიორგი შარაშიძე, გახარია საქართველოსთვის წევრი არის ჩვენი სტუმარი. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მე გემშვიდობებით ხვალ და ხვალ შვილის ნახევარზე შევხვდებით ერთმანეთს.